მგონი გარკვევით თქვი იმასთან დაკავშირებით, რომ დიახ, ხელისუფლების მოქმედებებმა დატოვა შთაბეჭდილება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის სუფთად სამართლიანობის აღდგენის პროცესი, არამედ ეს არის მცდელობა იმისა, რომ ხელისუფლებამ თავისი პოზიციები გაიმყაროს. თუმცა ისიც მინდა ვთქვა, რომ ნურც რუსთავი-ორს ნუექნება იმის პრეტენზია, რომ ეს არის, ესე ვთქვა, დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია. რუსთავი-2 არის ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული ტელევიზია, რომელიც ნამდვილად ძალიან მაღალ პროფესიონალურად აკრიტიკებდა ხელისუფლებას და ხშირად ძალიან სამართლიანადაც აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მაგრამ ასეთი სამართლიანი კრიტიკა ჩვენ არ გაგვიგონია ნაციონალური მოძრაობის მიმართ არც მანამდე, როცა ხელისუფლებაში იყო და არც მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში აღარ არის. ასე რომ პროცესები არ არის, რა თქმა უნდა, მარტივი. მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა, რომ ყველა შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილება უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე. მე ჩემი პოზიცია მოსამართლესთან დაკავშირებით, რომელმაც საკუთარ დედაზე განაცხადა, რომ ის მისი ოჯახის წევრი არ არის, უკვე დავაფიქსირე. მე ასევე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია სასამართლო პროცესებთან მიმართებაში. პროცესი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე, იმიტომ რომ არ აქვს იმას მნიშვნელობა, მე მომწონს რომელიმე სიუჟეტი რუსთავი-2-ის ან რომელიმე ტელევიზიის თუ არა. არ აქვს იმას მნიშვნელობა, მე ვთვლი ამა თუ იმ ტელევიზიას მიკერძოებულად თუ არა. ნებისმიერი პროცესი ტელევიზიასთან მიმართებაში ხელისუფლების მხრიდან უნდა იყოს გამჭვირვალე და სამართლიანი. თუ გვინდა დემოკრატიაზე ლაპარაკი და არა ისეთი, რომელიც დამოკიდებული იქნება იმაზე, მე ან ხელისუფლების წარმომადგენელს რა მოგწონს და რა არა. პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებაზეც ითქვათ, რომ ის საუბრობს, რომ ის იმ ადამიანების, ვინც ამ აქციებს მართავენ და ასევე ნაციონალურმა მოძრაობამ უნდა მიიღოს იგივე, რაც ხდებოდა ამ კადრებში. რამდენად არის მოწოდება თქვენი აზრით წახალისება ქვეყანაში ამ ადამიანებს? ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლებმა, რომელთაც აქვთ წვლილი იმ დანაშაულებში, რაც ხდებოდა ქვეყანაში, რა თქმა უნდა, თავისი წილი პასუხისმგებლობით უნდა უპასუხონ ამ ყველაფერს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იგივენაირად უნდა მოექცე მათ, როგორც ისინი ექცეოდნენ ხალხს, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია, მაგრამ სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების უნდა დადგეს. ქართულ ოცნებას, რომ თავის დროზე სამართლიანობის აღდგენის პროცესი დაეწყო, ყველა ის ადამიანი, რომელმაც შექმნა დამნაშავე პოლიტიკური სისტემა, დღეს იჯდებოდა განსაჯელის სკამზე და თიც ვეღარ დაგვიქნევდა ტელევიზიიდან. ეს არის ელემენტარული, მაგრამ ამის თაობაზე განცხადებების კეთება ბატონ ღარიბაშვილს, ქართული ოცნების წარმომადგენლებს გახსენდათ მათ შემდეგ, რაც მათ რეალურად დაინახეს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვთ და არჩევნებს ისინი ვერ მოიგებენ. აი ეს რომ თავის დროზე გახსენებოდათ, როცა ჩვენ ვამბობდით, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს და ჩვენთვის რევანშისტები არ ეძახებიათ და ნაციონალურ მოძრაობასთან კოჰაბიტაციურ რეჟიმში ჩახუტებული არ ყოფილიყვნენ, კიდევ ვიმეორებ, დღეს ქვეყანაში გაცილებით უფრო ჯანსაღი პროცესი იქნებოდა, ამით მოიგებდა მთელი ქვეყანა და არა მხოლოდ ქართული ოცნება. მაგრამ, რას ვიზამთ? შეცდომა კიდევ ერთხელ დაუშვა საქართველოს მოსახლეობამ, მე იმედი მაქვს, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე მაინც ეს შეცდომები გამეორებული აღარ იქნება.